აფხაზეთი და სამაჩაბლო, პრობლემები და მათი მოგვარება. 2015 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრისთვის. გასული წლის 15 თებერვალს გადაცემა აფხაზეთი პირველად გავიდა ეთერში. დღეიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე. ყოველ კვირას საღამოს უკვე თითქმის წელიწადია ვცდილობთ მაყურებელს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ეგრეთ წოდებული საზღვრის ჩაკეტვით იმუქრება. 12 სულიან დევნილ ოჯახს თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში ბინაში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორ გიორგი ბარათაშვილსა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელ ავთანდილ დავითაიას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ხელი ჩვენ გვიყვარს კალათბურთი, ასე ეწოდებოდა მორჩალადბურთი, რომელიც პოლიტიკური პროცესებზე. გადაცემის ფორმატი მრავალფეროვანია. მაყურებელს ვთავაზობთ სხვადასხვა რუბრიკას. ნიუსები, მიამბე აფხაზეთზე. ურთიერთობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პორტრეტი. ქუჩის თეატრ ნიკოლოს დამაარსებელი ბახვა წერედიანი. აფხაზეთის მომავალი. რელიგია და ისტორია. იქ შემორჩენილ ფრესკებს და წარწერებს. მეცნიერება და კულტურა. ადამიანი რაც არსებობს, სულ იკვლევს სამყაროს. შემოქმედებითი ჯგუფი ცდილობს მაყურებელს მუდმივად სიახლე შესთავაზოს და მასთან ცოცხალი კონტაქტი ჰქონდეს. სწორედ ჩვენ ჟურნალისტებს მუდმივად გვაქვს კავშირი დევნილ საზოგადოებასთან და ვცდილობთ დავეხმაროთ პრობლემების გადაჭრაში. წელია რაც ერთ ოთახში ცხოვრობს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ საქმეს აკეთებ. მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ქართველებში, არამედ აფხაზეთშიც საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა თქვენმა ტელევიზიამ. უსურებ გაფართოებას, უსურებ პროფესიონალურ შემოქმედებით მიღწევებს. ალბათ ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენს მაყურებლად მოიაზრება, თავისთვის საინტერესოს, საჭიროს დაინახავს ამ პროექტში. ისეთ ინფორმაციას გაიგებს, რომელსაც გამოიყენებს, რითიც ისარგებლებს. ეს არის ალბათ მთავარი თქვენი პროექტის მიზანი. გილოცავთ, კიდევ ერთხელ გისურვებთ. შემოქმედებით წარმატებას, მთლიანად კოლექტივს და თითოეულ თქვენგანს პირად ბედნიერებას. მინდა მოგილოცოთ ეს მართლაც ახალი პროექტი, რომელიც დიდ საქმეს გააკეთებს, ეჭვი არ მეპარება. მე უყურებ გადაცემებს თქვენსაც და სასიამოვნოა, რომ ასეთი სიყვარულით, ასეთი ოპტიმიზმით, ასეთი მონდომებით და ასეთი თავდადებით ემსახურებით ამ საქმეს. ჩვენ ჭირდება დღეს ეს როგორც ჰაერი. თქვენი პროექტს წარმატებას უსურვებ. ოპტიმიზმით ვარ გამსჭვალული, როცა ასეთი ადამიანები უდგანან ამ საქმეს და საერთოდ ამ ქართულ აფხაზურ ურთიერთობას. თბილისის ზღვაზე ეგრეთ წოდებულ ქართმიამშენ ოლიმპიადები აკეთებდა. 2015 წლის კიდევ ერთი სიახლე იყო ის, რომ 15 სექტემბრიდან ყოველ სამშაბათს დილის 10 საათზე მაყურებელს საშუალება აქვს იხილოს გადაცემა აფხაზეთი აფხაზურ ენაზე. ამ სიახლემ კიდევ უფრო გააფართოვა მაყურებელთა წრე. შედეგად უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთ, აქვთ საშუალება თვალიადევნონ ჩვენს გადაცემას. ძალიან საინტერესო გადაცემას ამზადებთ, რომელიც ინტერესი წვევს ასევე დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორც ვიცი. მე მინდა გისურვოთ, რომ თქვენ წარმატებით გააგრძელოთ მუშაობა და ასევე მომავალში არა მხოლოდ აქედან, არამედ აფხაზეთიდანაც შეძლოთ ჩვენთვის საინტერესო ამბების მოწოდება. ნებისმიერი შეფასება დადებითი არ იქნება გადაჭარბებული ამ გადაცემისთვის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან აუცილებელი საქმე. მე ვიცი რომ ამ გადაცემას უყურებენ მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზეც, ამიტომ მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და მიულოცო ახალი წელი იმ ადამიანებს, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. მოქმედებს ოფიციალური ვებგვერდიც abkhazia.org, სადაც დეტალურადაა ასახული ამომწურავი და მიუკერძოებელი ინფორმაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე. ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ, თქვენ აშუქებთ იმ პრობლემებს, რომელიც არის აფხაზეთის მიმართულებით, ასევე ცხინვალის მიმართულებით, ასევე დევნილების მიმართულებით. თქვენ ყველაფერს აკეთებთ მაქსიმალურად, რომ ეს პრობლემები დღის სინათლეზე იყოს გამოტანილი და შესაბამისად მე ამ პრობლემების გადაჭრაზე სახელმწიფო მიზრუნოს. ძალიან მაღალ პროფესიონალურად აკეთებთ ამ ყველაფერს და მინდაც კიდევ ერთხელ წარმატება გისურვოთ. მოგილოცოთ 2016 წელი. 2016 წელიც სამუშაო რეჟიმში დაიწყო. წელს არაერთი სიახლე ელოდება ჩვენს მაყურებელს.
გადაცემა აფხაზეთის შემოქმედებითი ჯგუფი ეთერში გასვლის წინ საქართველოს პატრიარქმა დალოცა, რამაც უდავოდ ხელი შეუწყო პროექტის წარმატებას. მადლობას ვუხდით მის უწმინდესობას ჩვენი საქმიანობის შეფასებისთვის. მერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. სიკეთეს აკეთებ და სიკეთე არ იკარგება. სიკეთეს რაც მეც გააკეთებ ისე მეტი დაგიბრუნდება.